პირველ ადგილზე მავნე ჩვევებში, ანუ იმ ჩვევებში, რასაც იმ ქცევებში, რასაც არ აკეთებენ ძლიერი ადამიანები, ეს არის საკუთარი თავის შეცოდება და წუწუნი. ანუ ეს ხალხი მსხვერპლის მდგომარეობაში არ არის, არ წუწუნებს, რომ ეს რა დამემართა, მთავრობამ რა მიქნა, მენეჯმენტმა რა მიქნა, დამკვეთმა რა მიქნა, ვიღაცა ბიძაშვილმა, მეზობელმა და ასე შემდეგ. ეს არ ნიშნავს, რომ არტკივად და პრობლემები არ აქვს, მაგრამ ესეთი ჩვევა არ აქვს, რომ დრო და ენერგია დახარჯონ საკუთარი თავის შეცოდებაში და წუწუნში და აბა დაფიქრდით, თქვენ ხო არ წუწუნებთ, თქვენ ხო არ ახართ აი ამ მსხვერპლის როლში, ასე ვთქვათ, ხანდახან და ამის ნაცვლად თითოეულ ჩვევაზე ვიტყვით, რომ ამის ნაცვლად უნდა იყოთ მადლიერი ყველაფრის რაც გაქვთ. გამოწვევებია, გამოცდილებას მიიღებთ, რაღაცა რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა, ეს გაგაძლიერებთ, ხო? რაღაცა განსაცდელი მოვიდა თქვენ თავს, ასე ვთქვათ, ეს ახალ გამოცდილებას და ცოდნას და სიმტკიცეს შეგძენთ, ხო? მადლიერი უნდა ვიყოთ იმისი რაც გვაქვს და რაც ჩვენ თავს ხდება წუწუნისა და თავის შეცოდების ნაცვლად.